კომპანია Meta აცხადებს, რომ უახლესი მომავლიდან Instagram-ისა და Facebook-ის კედელზე მომხმარებელი დაინახავს ისეთ კონტენტს, ანუ ისეთ მასალასა და რეკლამებს, რომელიც იქნება დაფუძნებული Meta AI-სთან ინტერაქციაზე. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია Meta ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს. მისი თქმით, ამის შესახებ დეტალურად შეტყობინებას მომხმარებლებს მიაწოდებს უკვე მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, ხოლო 16 დეკემბრიდან ეს სისტემა განახლდება და მთლიანად შეიცვლება. აღსანიშნავია ის, რომ კომპანია Meta წლებია მუშაობს ასეთ მდგომარეობაში, ოღონდ ხელოვნურ ინტელექტისგან განსხვავებით იღებს ინფორმაციას მომხმარებლის ინტერაქციაზე, თუ რას ალაიქებს, რასთან დაკავშირებით წერს კომენტარს, ვისთან არის კომუნიკაციაში და ასე შემდეგ. ამის მიხედვით ხედავს მომხმარებელი შესაბამის რეკლამასა და კონტენტს, რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს. მომხმარებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხედავენ, რომ მესენჯერში არის ჩაშენებული Meta AI და როგორც აღნიშნავენ კომპანია Meta-ში, მაგალითად, თუ მომხმარებელი კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით დაელაპარაკება ხელოვნურ ინტელექტის მოდელს, ამ პროდუქტის შესაბამისად შემდგომ დაინახავს მომხმარებელი რეკლამას Facebook-ისა და Instagram-ის კედელზე. გარდა რეკლამისა, ასევე ჩვეულებრივი კონტენტიც, მაგალითად, თუ ლაშქრობაზე ელაპარაკება AI-ს მომხმარებელი, შესაბამისად მოგზაურობასთან დაკავშირებით ბევრ საინტერესო ინფორმაციას დაინახავს კედელზე მომხმარებელი. აღსანიშნავია ის, რომ კომპანია Meta-ს თქმით, ამჟამად დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანი იყენებს Meta AI-ს. უცნობი არის, რამდენად რეგულარულად ხდება საუბარი მომხმარებელსა და Meta-ს AI-ს შორის. Meta-ში აღნიშნავენ, რომ არის თემები, რომელსაც არ გამოიყენებს ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა კონტენტის მიწოდების მიზნით. ისეთი თემები, როგორიც არის მაგალითად რელიგია, პოლიტიკური ხედვები, სექსუალური ორიენტაცია, ჯანმრთელობა და სხვა სენსიტიური ადამიანის პირადული თემები.